თავი 36. მივიდნენ გალაად მაქირისის, მენაშეანის ძეთა საგვარეულოს მამამთავრები იოსებიანთა საგვარეულოებიდან და ილაპარაკეს მოსეს წინაშე და ისრაელიანთა თავკაცების მამამთავართა წინაშე. თქვეს, ჩვენს ბატონს უბრძანა უფალმა, რომ წილისყრით მისცეს ისრაელიანებს ქვეყანა სამკვიდროდ. ნაბრძანები აქვს უფლისგან ჩვენს ბატონს, რომ მის ქალიშვილებს მისცეს ჩვენი ძმის სელაფხადის წილი. თუ ისმე მithხოვდნენ ცოლად ისრაელიანთა რომელიმე შტოში, წაერთმევა მათი სამკვიდრო ჩვენი მამაპაპის სამკვიდროს და შეეძინება იმ შტოს სამკვიდროს, სადაც იქნებიან ისინი გათხოვილები. დაიკარგება ჩვენი წილხვედრილი სამკვიდრო. როცა დაუდგება ძეიმის დღე ისრაელიანებს, მაშინაც მიემატება მათი სამკვიდრო იმ შტოს სამკვიდროს, სადაც იქნებიან გათხოვილნი და ჩამოერთმევა ჩვენი მამაპაპის სამკვიდროს მათი სამკვიდრო. ასე გამოუცხადა მოსემ ისრაელიანებს უფლის ბრძანებისამებრ. მართალს ამბობს იოსებიანთა შტო. აი რა აქვს ნაბრძანები უფალს სელაფხადის ასულთა საქმეზე. ვინც მოეწონებათ, იმათ მისთხოვდნენ, ოღონდ მამისეული შტოს საგვარეულოებში გათხოვდნენ. არ უნდა გადადიოდეს ისრაელიანთა სამკვიდრო შტოდან შტოში, რადგან მამაპაპისეულ შტოს სამკვიდროს უნდა იყოს მიწებებული თითეული ისრაელიანი. ყოველი ასული, რომელიც იმკვიდრებს წილს ისრაელიანთა რომელიმე შტოში, მამისეული შტოს საგვარეულოდან უნდა მისთხოვდეს ვისმე, რათა თითოეულ ისრაელიანს შეეძლოს მამაპაპისეული წილის დამკვიდრება. არ უნდა გადადიოდეს სამკვიდრო ერთი შტოდან სხვა შტოში, რადგან თითოეული ისრაელიანი თავის სამკვიდროს უნდა იყოს მიწებებული. როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე მოიცნენ სელაფხადის ასულები. მისთხოვდნენ მახლა, თორცა, ხოგლა, მილქა და ნოყა სელაფხადის ასულები, თავიანთ ბიძაშვილებს ცოლად. იოსებიან მენაშეანთა საგვარეულოებში იყვნენ გათხოვილნი ისინი და ამიტომაც მათ მამისეულ საგვარეულოს შერჩა მათი სამკვიდრო. აი ბრძანებები და წესები უფალმა რომ გამოაცხადებინა მოსეს ისრაელიანთათვის მოაბის ველზე, იორდანესთან იერიხონის გასწვრივ.